მოგესალმებით აპოლონის სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი რეცეპტი მაქვს თქვენთვის და მოვამზადებ ყველასთვის საყვარელ ქადებს. და რა კი ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად მზადდებოდა ქადები, ამიტომ მე მივმართე დედას, რომელმაც მომაწოდა მისი რეცეპტი, რომელიც აღმოჩნდა სახალხო. რეცეპტი შეიძლება ბევრმა იცით, ბევრსაც მივიწყებული აქვს, ან უბრალოდ უნდა რომ ისწავლოს. ახლა კი დარჩით ჩემთან და მოვამზადოთ ქადები, რისთვისაც მჭირდება. გჭირდება დაახლოებით 6 ჭიქა ფქვილი, ეს არის 200 გრამზე გათვლილი, დაახლოებით 500 გრამი მაწონი, 2 შეკვრა კარაქიან მარგარინი, დაახლოებით 500 გრამი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ნახევარი კოვზი მარილი და რაც მე თვითონ დავამატე, ეს არის 2 შეკვრა ვანილი, ეს მხოლოდ გემოვნებით. პირველ რიგში მაწონს დავუმატებ სოდას, რომ სოდა გააქტიურდეს. მოურევ კარგად რომ სოდა გაიხსნას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უმატებენ ძმარსაც. მე პირადად არ დამემატებია. გადავდგავ რამოდენიმე წუთით რომ სოდა გააქტიურდეს. ფქვილს მოვათავსებ დიდ თასში და ეს არის 1 მთლიანი პორცია და ამისათვის დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი თასი. მოვაყრი მარილს. აღურევ მარილს ფქვილში და დავუმატებ ვანილს. მოურევ კარგად რომ ვანილი კარგად გადანაწილდეს. შემდეგ კი გავხეხავ კარაქს. თქვენ კადრში ხედავთ მხოლოდ ერთ კარაქს, რადგანაც მეორე იმყოფებოდა მაცივარში. შეგიძლიათ კარაქი არ გახეხოთ, არამედ ხელით აურიოთ. ამოვავლებ ჯერ ფქვილში და შემდეგ ისევ გავხეხავ. შეგიძლიათ კარაქი უბრალოდ ჩაჭრათ შიგნით და ისე აურიოთ. აურიეთ კარგად და ბოლოს უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. მაწონში უკვე გააქტიურდეს სოდა, როგორც ხედავთ უკვე ამოვიდა. და მინდა აღვნიშნო, რომ მე გამოვიყენე მაწონი, რომელსაც ჰქონდა 10% ცხიმის შემადგენლობა და იყო განსაკუთრებულად გემრიელი. ფქვილში დავუმატებ შემდეგ მაწონს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია იმისათვის, რომ გამოვიდეს ფხვიერი, უმატებენ მაიონეზსაც. აურევ კარგად ფქვილს და მაწონს. და შემდეგ უნდა მოუზილოთ ცომი. უნდა იყოს რაც შეიძლება მაგარი ცომი. და გაქვთ ისეთი შეგრძნება თითქოს ცომს უჭირს შეკვრა. თუ კი დაგჭირდება დავუმატეთ 1 სუფრის კოვზი მაწონი. ცომი როგორც ხედავთ უკვე ჩემთან შეიკრა. კიდევ ერთხელ დავამუშავებ. ჩავაბრუნებ უკან თასში, გადავაფარებ თავზე და მოვათავსებ მაცივარში დაახლოებით ნახევარი საათი. ცომი არის საკმაოდ მაგარი, მაგრამ ძალიან უხდება მაცივარი, ცომი ხდება ძალიან მურჩილი. მოვათავსებ დაახლოებით 30 წუთი მაცივარში. სანამ ცომი მაცივარში ისვენებს, მოვამზადოთ გულსართი. რისთვისაც მჭირდება რეცეპტის მიხედვით 2 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი და 200 გრამი კარაქი. მჭირდება აგრეთვე ვანილი. დავუმატეთ 2 შეკვრა ვანილი. მე დღეს ჩემი ასისტენტი მეხმარება და ფქვილს დავუმატებთ შაქარს, შემდეგ ვუმატებთ ცივ კარაქს. ვუმატებთ ვანილს. და უნდა აურიოთ ხელით. იქამდე სანამ არ იქცევა ერთ მასად, უნდა გახდეს ფხვიერი მასა. აურიოთ კარგად, ეს არის ძალიან მარტივი პროცესი. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ბოლოს ფხვიერი მასა.
და მასა შეგიძლიათ გაყოთ 3 ნაწილად. შეგიძლიათ გააკეთოთ გუნდა და გადანაწილოთ, როგორც უკვე აღნიშნე, 3 ნაწილად. და მოამზადოთ ცომზე მოსაყრელად. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ცომი უკვე მზად არის საკმაოდ მორჩილი. და მე ცომს გავყოფ 3 ნაწილად. თავიდან გავყავი 4-ად, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და ცომი უნდა გაიყოს 3 ნაწილად. ცომის ერთ ნაწილს მივცემე ოთხკუთხედ ფორმას. ესე უფრო მარტივია გაბრტყელება და გასაბრტყელებად გამოვიყენებ ცოტა ფქვილს. გააბრტყელეთ თქვენ სასურველ ზომაზე, მაგრამ ძალიან თხლად არ გააბრტყელოთ. ჩამოვაჭრიმე უსწორმასწორო გვერდებს. და ზემოდან მოვაყრე გულსარდს. მოვაყრეთ და გადანაწილეთ ყველგან ისე, რომ ზემოთა ნაპირი დაუტოვოთ თავისუფალი, არა მხოლოდ ზემოთა ნაწილი, გვერდებიც და დაბლა ნაწილი. შემდეგ კი განახებ თურისთვის არის ეს აუცილებელი. გადავანაწილებთ კარგად და თანაბრად და გულსართი ნაპირებთან ძალიან ახლოს არ მიიტანოთ. დააძლევთ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ჩემთან არის ნაჩვენები. შემდეგ კი დავიწყებთ გადაკეცვას. ვიწყებთ ქვემოდან და ძალიან ათლად ჩანს გადაკეცვის დროს ნაპირებიდან გამოდის გულსართი გარეთ. და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ნაპირებთან არ კონდეს ბევრი გულსართი. გადავკეცავთ ბოლომდე, ისე რომ ბოლოს გადაკეცილი ადგილი კონდეს დაბლა და გადაკეცილ ქადებს დავჭრით რომბის ფორმით. თუ გექნებათ ესეთი ზიგზაგებიანი დასაჭრელი, ძალიან კარგია, თუ არა და დაჭერით უბრალოდ დანით. შეცადეთ, რომ დაჭრათ ყველა ერთი ზომის. დაჭრილ ქადებს გადავიტან მე გამოსაცხობ ფორმაზე, რომელზეც მაქვს მოთავსებული გამოსაცხობი ქაღალდი. ეს აუცილებელი არ არის. ქადები დაალაგეთ ერთმანეთის გვერდზე მანძილის გამოტოვებით. არ იყოს ძალიან ახლოს. მე გულსართის ერთ ნაწილს დავუმატე ერთი ჩაის კოვზი დარეჩინი და წვრილად დაჭრილი ნიგოზი. მოვაყარე გაბრტყელებულ ცომს გულსართი და გადავანაწილე თანაბრად. ნაპირებს უტოვებ თავისუფალს. გადავკეცავთ და გავემეორებთ იგივე პროცესს. დაჭრილი ქადა გადავიტანე გამოსაცხობ ქაღალდზე და დავალაგე ერთმანეთის გვერდზე. ზემოდან წავსვე კვერცხის გული და მთლიანი მასისას გვჭირდება 2 კვერცხის გული. უნდა წავსვათ ზედაპირზე.
და ქადები უნდა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, ჩაურთეთ ზემოთა და ქვემოთა წვა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ჩემთან ქადები უკვე მზად არის და როგორც ხედავთ უკვე მზად არის ჩვენი ქადები, რომელსაც გადავიტანა ხოლმე პატარა კალათაში ჩავალაგებ შიგნით ქადები შეგიძლიათ შეინახოთ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში და უნდა შეინახოთ თავდახურულ ჭურჭელში. რბილდება შემდეგ თავდახურულ ჭურჭელში და არის ძალიან გემრიელი. ესეც ძალიან გემრიელია, არის საკმაოდ ხრაშუნა. ქადები ძალიან გემრიელია თბილ რძესთან ერთად. არის საკმაოდ ხრაშუნა და ძალიან უყვართ ბავშვებს. მოსინჯეთ, გააკეთეთ. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები.